გუშინ საღამოს სახლში რომ მოვედი, დამხვდა საქალაქო სასამართლოს წერილი, რომელიც მატყობინებდა, რომ ეს ახალგაზრდა გოგო, რომელსაც თითქოს ცხოვრებაში ყველაფერი წინ უნდა ქონდეს, ითხოვდა პოლიტიკური დავალების შესრულებას პროკურატურის მხრიდან, რომ ჩემს ფონდს თვის გაეგზავნებინათ ყედაღა. ჩემ ფონდი დააყადაღეს 1 წლის წინ. უბრალოდ მინდა რომ ქოცურ ლოგიკას ჩავწვდე და მართლა თქვენთან ერთად ახლა მე ხმამაღლა ვიფიქრე. ამაზე უკვე ვიფიქრე, მაგრამ ახლა თქვენთან ერთად გავაშღერებ. 1 წლის წინ დააყადაღეს ფონდი. და ალბათ ქოცების მოლოდინი იყო ის, რომ მე ცხვებივით, მათ შორის ჩვენთან მაშინ მებრძოლი ადამიანები ვით, რომლებსაც ფონდი ჰქონდა, გავიწევდი და ვიტყოდი, რომ აი მე ფონდი დამიყადაღეს და აღარაფერს აღარ ვაკეთებ. აღარ ვეხმარები პატიმრებს ბარათების შევსებაში, აღარ ვეხმარები მათ მშობლებს. და მათ შორის ამის პარალელურად ადამიანებს, რომლებსაც სიცოცხლის შენარჩუნება უნდათ. დედას, რომელსაც შვილი უკვდება, ძმას, რომელსაც და უკვდება, შვილს, რომელსაც მამა უკვდება, ანუ ეს ხო ცალკე ამბავია. და ყველაზე კარგად თქვენ იცით ეს ამბავი რამდენია. თქვენ გიდევთ დოკუმენტაცია მაგიდაზე და თქვენ ძალიან კარგად იცით რამდენი ასეთი ამბავია, რაც არ იცის ამ ქვეყნის მოსახლეობა, იმიტომ რომ ნახევარზე მეტი არ გაუგია. საქართველოს მოსახლეობა იგებდა მხოლოდ დიდ თანხებს, წრულ თანხებს ვერ იგებდა. თქვენ ხო იგებდით რამდენი გასტუმრებული ნისია, რამდენი ბავშვისთვის ნაყიდი ტანსაცმელია, რომელიც სკოლაში ვერ დადიოდა. ეგ ყველაფერი ხო მაგ დოკუმენტაციაში წერია. და ამას ხო ხედავთ, რომ ერთ მხარეს ესდევს მეორე მხარეს დევს კარგი პატიმრებისთვის შევსებული ბარათები, რომელიც არ გაჩერებულა 1 წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი მაინც გრძელდება. მეორე მხარეს არც ეს არ ჩერდება, იმიტომ რომ ამ 1 წლის განმავლობაში, რაც ზუსტად გუშინ გავიხსენე ხარ, არის რაღაცა, რასაც ვერ გავიხსენებ, გაზიარებული პოსტებს ვერ დავიმახსოვრე ფიზიკურად, მაგრამ 17 ადამიანს შეუნარჩუნეთ თქვენ სიცოცხლე, ხალხო, თქვენ. ტყუპიდებისთვის შეაგროვეთ 100,000 ლარზე მეტი ერთ ღამეში. დედამისი თქვენს ლოცვაშია 24 საათი. ბავშვი შეუგროვეთ 80,000 ლარი, ახალგაზრდა კაცი იყო 60,000 ლარი შეუგროვეთ. თურქეთის კლინიკიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩვენი მოქალაქე გამოდგეს სრული ავტოს მნიშვნელობით და 1 საათში რეანიმობილის ფული შეუგროვეთ და გადმოვიყვანეთ. ანუ ეს ხომ არ ჩერდება. მე მართლა ვერ ვიგებ რატო შეიძლება ეს ჩაბჟირება არსებობდეს. რომ ამ ფონდზე დაპატიმრებული ქონდათ მაინც ის თანხა, რომელიც არის 9 მილიონი, თითქმის 400 რაღაც 1000, რომელიც ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებდა. ან უცებ, აი მაგალითად 2 დღის წინ რომ დედამ დამირეკა ტირილით შვილის გადარჩენას რომ თხოვდა, რომ ვუმეორებდი, რომ ფონდი არ მქონდა და რომ არ ესმოდა. მარტო იმას რომ ეხვეწებოდა, რომ გეხვეწებით შვილი გადამიშჩენთ და გუში რომ ლოცავდა თითოეულ თქვენგანს, ვინც ლარი მაინც არიცხდა. ხა იმ დედაზე მე ხო თქვენ არ შეგაწუხებდით, მაშინვე ფონდი გადარიცხავდა. აი ამ დეტალებზეა საუბარი, აი რუტინულ დეტალებზე, თორე არსი ხო ამის არ იცვლება. შესაბამისად მინდა ჩავწვდე და ამ დახმარებულ ადამიანებში ქოციცხოვა. ეს დოკუმენტაცია ხო თქვენ გააქვთ, რომ იქ დახმარებულ ადამიანებში ქოცებიც არიან. ანუ რა ინტერესში უნდა შედიოდეს თქვენს, რა ინტერესში უნდა შედიოდეს ამ ფონდის ყადაღის გაგრძელება მართლა მაინტერესებს. ვერ ვიგებ ახსნა არა. ქოცი ნაცი მნიშვნელობა არა აქვს, როდესაც ამას ხელს უშლი, რომ ადამიანმა იცოცხლოს, ის კი არა თქვენსავით სადღაც გაერთოს, იგულაოს და გაერთეთ, იგულავეთ, არც ეგ არ იქნება პრობლემა, ჩემს ყველა უნდა გაერთოს. ყველა ამ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს ძალიან კარგად, უნდა მოგზაურობდეს, ბევრი ფული უნდა გქონდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, როცა აი შენ თვითონ ესე ცხოვრობ და ცალი ხელით რომელშიც ბერკეტი გიჭირავს, რომ სხვა ადამიანმა უბრალოდ იარსებოს და ისუნთქოს, იმას კეტავ. და უბრალოდ ანადგურებ იმას, რატო, რაში წერია, თქვენ ამ მომრჩეველს მოსწონს, ეს არ მჯერა, რომ თქვენ ამ მომრჩეველს ეს მოსწონს, თორე ჩემთვის რო არაფერი არ შეცვლა, თქვენ ყველას კარგად იცით. ჩემთვის ნანუკა ჟორჟოლიანისთვის რა შეცვალა მაგ ფონდმა? მაგ ფონდში 1 დღე ხელფასიან თანამშრომელს არ უმუშავია. 1 დღე ის კი არა რომ მე 1 დღე ხელფასიან თანამშრომელს არ უმუშავია. არც ერთ ადამიანს არ უმუშავია ბუღალტრის გარდა. ვინც ხელფას იღებდა. არაფერი არ შეცვლა იმის გარდა რომ უბრალოდ თქვენ კეწავთ სპორტ შესაძლებლობებს იმისა რომ მეტი ადამიანი გადარჩეს. და შესაბამისად, ყველა ადამიანს, ვისაც ამ ფონდის დაყადაღება უხარია, ვუსურვებ ყველა პრობლემას, რაც ამ ფონდს მოუგვარებია.